მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის მიმოხილვას. დავიწყოთ გორში ჩატარებული შეხვედრიდან, სადაც გორის დილა ეთამაშებოდა ბათუმის დინამოს. ვერც ერთმა გუნდმა წინა ტურში, პირველ ტურში ეროვნული ლიგისა ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. დილამ 0-0 ითამაშა საჩხერესთან პირველ შეხვედრაში, რაც შეეხება ბათუმელებს, მათ წააგეს თავისი მატჩი თბილისის ლოკომოტივთან. ხედავთ საკუთარ ნახევარზე, მაინც და მაინც კარგად არ მოქმედებს მესამე ნომერი გორის დილასი ეტოუ. ამას მოჰყვა შეტევა ბათუმელების, შემდეგ წესების დარღვევა, კარკუზაშვილი თამაშობს ხისტად. იაროსლავ კვასოვის წინააღმდეგ და ინიშნება სახიფათო სტანდარტი, რომელსაც ასრულებს ბრაზილიელი ლეგიონერი ბათუმელების. ფლამარიონმა დაარტა კარის მიმართულებით, მაგრამ ბურთის მოგერიება მოახერხა მუჯრიშვილმა, დილას კაპიტანმა, რომელმაც ასევე ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა პირველ ტურში ჩიხურას წინააღმდეგ. მუჯრიშვილის მოგერიებულს მოჰყვა კიდევ ერთი სტანდარტი, ამჯერად კუთხურიდან აწვდიდნენ ბათუმლები და შეექმნა მომენტი ფონიავას, რომელიც ახლომანძილიდან ცდილობდა გორის დილას კარის აღებას, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. კიდევ ერთი მომენტი, ხედავთ როგორ მოქმედებს იაროსლავ კვასოვი, რომელიც ძალიან აქტიური იყო ბათუმელთა შემადგენლობიდან, მის მოქმედებას მოჰყვა კიდევ ერთი სტანდარტი, ჩაწოდება კარის მიმართულებით და აქაც გადარჩა გორელთა კარი. ქავთარაძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი. ჯერ პირველ ეპიზოდში ააცილა თავი ბურთს თემურ შონიამ, შემდეგ კი ქავთარაძემაც ვერ მოახერხა ბურთისთვის მიმართულების შეცვლა. გორელთა პასუხი პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს მათაც გააქტიურება, ჩაწოდება ფლანგიდან და სახიფათო მომენტი, რომელიც არაფრით სრულდება. გაუმკლავდნენ ამ შეტევას ბათუმელი ფეხბურთელები, კარგად გადაეღობა მცველი ირაკლი ძარიას დარტყმავს. ეს უკვე მეორე ტაიმის ფრაგმენტებია, ისევ გორელები აქტიურობენ, ფლანგიდან ფლანგზე კარგი გადატანა, გრძელდება გორის დილას იერიში, შორი მანძილიდან დარტყმა, მაგრამ აქაც არ გაუმართლა ირაკლი ძარიას, ერთი შეხებით ცდილობდა გორელთა ნახევარმცველი გოლის გატანას. ეს კი 71 წუთია. დარტყმა გორის დილას კარის მიმართულებით, მაგრამ ისევ ადგილზეა მუჯრიშვილი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია მიმდინარე ეროვნული ლიგის ორ ტურში. ისევ ბათუმელთა იერიში და შესანიშნავი გოლი 97 წუთზე კვასოვის ანგარიშზეა გატანილი გოლი. ერთადერთი გამოდგა ეს გატანილი ბურთი და ბათუმელებმა მოახერხეს გორიდან 3 ქულის წაღება. მინიმალური ანგარიშით მოიგო ბათუმის დინამომ, ხედავთ 97 წუთზე კვასოვის ანგარიშზეა გამარჯვების გოლი. ეს არის არიზივი გორელთა მთავარი მწვრთნელი, რომელიც საუბრობს, რომ მის გუნდს ჰქონდა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი, ძირითადად მათ უწევდათ ჩაწოდებებით ფონს გასვლა, რადგან კომბინაციური თამაში არ ხერხდებოდა ბათუმელთა წინააღმდეგ და საბოლოოდ ვერ მიაღწიეს მათ შესაბამის შედეგს, რაც იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ შედეგით. მოგესალმებით წინა თამაში მარცხი განვიცადეთ ლოკომოტივიდან, ამიტომ გავაკეთეთ ანალიზი თამაშის შემდეგ, რამოდენიმე კორექტივი შევიტანეთ თვითონ სათამაშო ტაქტიკაშიც, შემადგენლობაშიც. აქედან გამომდინარე ძალიან კარგი თამაში გამოდგა გორის დილა, ძალიან კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ეთყობა მწვრთნელის ხელი. აქედან გამომდინარე ჩვენ ველოდებოდით ეს რთულ თამაშს. მე მგონი დღეს ერთი ბურთი წვიტავდა, ვინ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ ორივე მხარეს იყო მომენტები და დღეს ჩვენ გაგვიმართა. ჩვენი მიმოხილვის მეორე შეხვედრა სამტრედია საკუთარ სტადიონზე ხვდება ჩიხურას, გარდამავალი ჩემპიონატის ფინალისტები ერთმანეთის წინააღმდეგ. აქ ამ სტადიონზე
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2-0 ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მასპინძელმა გუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით და პრაქტიკულად პირველივე თამაში მოახერხა ჩემპიონობის განაღდება. ეს არის პირველი მომენტი დღევანდელ შეხვედრაში. თორნიკე გორგიაშვილის წინააღმდეგ არღვევენ სამტრედიელები თამაშის წესებს. მარკოზაშვილმა იუხეშა ამ სიტუაციაში შორი მანძილიდან დარტყმა დენის დობროვოლსკიმსა და მიგინეიშვილის შეწუხება საბოლოოდ მოახერხა სამტრედიელთა მეკარემ ამ ბურთზე რეაგირება და განმუხტა საფეხბურთო სიტუაცია თავის კარტთან. ისევ ჩიხურას იერიში საკმაოდ კარგად ყავს დაბალანსებული გუნდი სოსო ფრუიძეს, კიდევ ერთი დარტყმა, ამჯერად რიკოშეტი და გადარჩა ომარ მიგინეიშვილი. ბოლო წუთებზე კი სუხომლინოვის შესრულებული სტანდარტის შემდეგ უკვე გადაარჩინა თავისი გუნდი დინო ჰამზიჩმა. შეიძლებოდა რომ საფეხბურთო მომენტი მოჰყოლოდა ამ შეტევას. ეს უკვე მეორე ტაიმის ფრაგმენტებია. შორი მანძილიდან სამუშიას დარტყმავს ხედავთ, რომელიც როგორც ჩანს მოხვდა რომელიღაც მეტოქე ფეხბურთელს და გადავიდა კუთხურზე. ეს კი ჩიხურას იერიში. დიდი ხანი ათამაშებდნენ ბურთს აჩხერლები, საბოლოოდ ბურთი მიუვიდა კორიფაძეს, შეტევაშია ჩართული ჩიხურას მარჯვენა მცველი და შესანიშნავი დარტყმა, მოჭრილი ბურთი გაუშვა კორიფაძე მეტოქის კარის მიმართულებით. ალბათ ვინც ნახა ეს თამაში თავიდან ეგონა რომ აწვდიდა კორიფაძე, მაგრამ ფაქტია რომ გოლი გავიდა და ერთ-ერთი საუკეთესოც ჯერჯერობით ამ ორ ტურში. ამის შემდეგ რა თქმა უნდა სადაა გააქტიურება სამტრედიამ. დინო ჰამზიჩი თამაშობს კარგად ამ ეპიზოდშიც. ეს კი თამაშის ბოლო წუთები. კვლავ აქტიურობენ მასპინძლები, ჯარიმაც ინიშნება სტანდარტი მეტოქის კარის მიმართულებით. ბერიაშვილი, რომელიც ახლახანს სეზონის დასაწყისში შეუერთდა სამტრედიელებს, მასზე რა თქმა უნდა დიდი მედებს ამყარებენ. მასპინძლები აქ ნახეთ რომ მიგინეიშვილის ჩასული იყო კარის მიმართულებით, კართან გოლის გასატანად წამოვიდა კონტრიერიში და ეხლა ხედავთ რა ბურთის გატანას ვერ ახერხებს ბესიკ დეკანოვიძე 94 წუთზე შეეძლო ორბურთიანი შედეგზე გავაკეთეთ აქცენტირება, რომელმაც გაგვიმართლა და მე ვფიქრობ, რომ სამტრედიაში მოპოვებული სამი ქულა დიდად აფასდება ჩვენთვის შემდეგში. კარგი გუნდია, ჩიხურა წარმატებას უსწრებდა. ჩვენ კიდე სამუშაო გვაქვს წინა ხაზში, დასალაგებელი გვაქვს ბევრი რამე და მოგეხსენებათ ახლა როგორც არის, ბევრი ლაბორატორი არ მიიღო. ფაქტია, რომ წავაგეთ ჩიხურა მოიგო დამსახურებული. ჩვენი მიმოხილვის შემდეგი შეხვედრა ქობულეთის შუქურა სამტრედიაში მასპინძლობს ქუთაისის ტორპედოს. წინა ჩემპიონატის შემდეგ დისკვალიფიცირებულია ქობულეთის სტადიონი სამი თამაშით არეულობის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სადისციპლინო კომიტეტმა და სამტრედიაში უწევთ საშინაო შეხვედრების ჩატარება შუქურას ფეხბურთელებს. ხედავთ მე-6 წუთი მიმდინარეობს, საკუთარ ნახევარზე აკონტროლებს ბურთს ქუთაისის ტორპედო, თითქოს სახიფათო არაფერი ხდება. მაგრამ ეხლა ვნახავთ რომ არც ასეა საქმე, ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ სერიოზული მეტეოროლოგიური ცუდი პირობები იყო სამტრედიაში, ძალიან ძლიერი ქარი, რამაც დაღი დაასქვა რა თქმა უნდა თამაშს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამ ეპიზოდში, როდესაც საშინლად თამაშობს ტორპედოს დაცვა, პრაქტიკულად გაატანინეს ბურთი კობა შალამბერიძეს.
რომელმაც პირველი ტური გამოტოვა, რომელიც სამტრედიაშივე ოღონდ სტუმრის რანგში ითამაშა ქობულეთის შუქურამ, ეხლა კი პირველივე შეხვედრაში მოახერხა შალამბერიძემ გოლის გატანა. ეს კი არის ეპიზოდი, როდესაც გრიგოლ დოლიძე რჩება შუქურას კართან 1-1-ზე, დაარტყა კიდეც კარის მიმართულებით, მაგრამ ამის გაკეთება ზუსტად ვერ მოახერხა. შეიძლება რაღაც ეპიზოდში ქარსაც დავაბრალოთ ეს, მაგრამ რა თქმა უნდა უკეთესად მართებდა ამ სიტუაციაში გარჯა ტორპედოს ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც ძალიან აქტიური იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში. მე-11 წუთზე ისევ კობა შალამბერიძე შეეძლო უკვე 10 წუთში დუბლის შესრულება შუქურას ერთ-ერთ ლიდერს, ამის შემდეგ კი მატჩის სადავეები მთლიანად ხელში აიღო ქუთაისის ტორპედომ. აი ეს არის მე-14 წუთი, როდესაც აქ უკვე ნამდვილად ქარს უნდა დავაბრალოთ. ეს ეპიზოდი შეცდა გამოსვლაზე აზამატ ჯიოევი, შუქურას კარის დარაჯი და ტუღუშს დაუცველ კარში ბურთის შეგდება აღარ გასჭიროებია. 1-1 ასე გათანაბრდა ანგარიში სამტრედიაში. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აქტიურობდა ქუთაისის ტორპედო, აი კიდევ ერთი მომენტი, ისევ გრიგოლ დოლიძე კაპანაძის პასის შედეგად დარჩა 1-1-ზე აზამატ ჯიოევთან, მაგრამ ამჯერად კარგად ითამაშა ქობულეთის შუქურას კარის დარაჯმა. კვლავ უტევს ქუთაისის ტორპედო, კარგი კომბინაცია გამოუვიდათ. ისევ გრიგოლ დოლიძის დარტყმა კარის მიმართულებით და ისევ აზამატ ჯიოევი თამაშობს ზუსტად. აქტიურობდა გიორგი ტუღუშიც, რომელმაც შეასრულა საჯარიმო დარტყმა კარის მიმართულებით, მაგრამ არც თუ ისე ძლიერი. ამის შემდეგ მან მშვენიერი პასი გააკეთა ქიმაძის მიმართულებით, ჩაერთო მცველი შეტევაში, დარჩა დასაყრდნელ პოზიციაზე, მაგრამ არც ამჯერად გაუმართლა ქუთაისის ტორპედოს. აქ პასის გაკეთებაც შეეძლო ქიმაძეს, მაგრამ კარში დარტყმა გადაწყვიტა და კარის ხაზიდან გამოაქვთ ბურთი შუქურას ფეხბურთელებს. ამ ეპიზოდში 44 წუთზე ინიშნება სახიფათო სტანდარტი ქობულეთელთა კარის მიმართულებით. ისევ ტუღუში ცდილობდა გატანას, მაგრამ აზამატ ჯიოევს ძალიან ადვილად მოუხდა ამ ბურთის დაუფლება. ეს კი უკვე მეორე ტაიმის ფრაგმენტებია, სადაც ბევრი საინტერესო აღარაფერი მომხდარა. ქობულეთის შუქურას ჰქონდა აი ეს მომენტი, როცა შეიძლებოდა ნამდვილად საერთოდ მოეგო კიდეც კუტალიას დარტყმის შემდეგ შუქურას, რომელსაც უკვე მეორე მატჩია ზედიზედ ანალოგიური ანგარიშით ამთავრებს შეხვედრას. ჩემის აზრით უპირატესობას ვფლობდით და გამარჯვებასაც ვიმსახურებდით, მაგრამ ნუ ფეხბურთია, ვერ შეაგდებ, ვერ მოიგებ ეგრე. სამუშაო ბევრი გვაქვს და უნდა გამოვასწოროთ ის, რაც დავუშვათ შეტევაშია თუ დაცვაშია, რაღაც შეცდომებია პატარ-პატარა. დანარჩენი არაფერი, ბიჭებს, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, მადლობა, რომელიც ჩვენს გვერდით იდგნენ. ისეთი კარი იყო და ისეთ უშლიდა რა, თითოეულ ფეხბურთელს უშლიდა ეს კარი, ბურთის მიღებასაც, პასაც, მაგრამ ბრძოლას რაც შეეხება იბრძოლეს, ორივე გუნდი ბრძოლობდა აქტიურად. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ აუტსაიდერის როლში, მაგრამ ქუთაისის ტორპედოსთან ერთი ქულა ეს ცუდი არ არის. კი, მოგება გვინდოდა ეს ყველას მოგება უნდა მოგებისთვის გამოდის, მაგრამ ერთი ქულა დღეს ქუთაისის ტორპედოსთან ეს ალბათ კარგი შედეგი უნდა ჩავთვალო რა. შუქურა ვერ თამაშობს საკუთარ მოედანზე, სამაგიეროდ ფოთის კოლხეთი სწორედ ქობულეთში მასპინძლობს საბურთალოს. ეს არის ჩვენი მიმოხილვის შემდეგი შეხვედრა. თავიდანვე ძალიან აქტიურად შეუტია ფოთის კოლხეთმა, რომელმაც პირველი ტურის შეხვედრა წააგო თბილისის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით, მაგრამ ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა. თავიდანვე შეუდგნენ საქმეს ფოთელები, შორი მანძილიდან დარტყმაც მოახერხეს პირველივე წუთებში. ჯიშკარიანის მომენტი ვნახეთ, რომელსაც შეეძლო ანგარიშის გახსნა. ძალიან ორგანიზებულად უტევდა პირველივე ტაიმიდან კოლხეთი და აი ამ მომენტში
კიდევ ერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა. მასპინძლებს დაფეს გარღვევის შემდეგ ჯერ მიკოლა კოვტალიუკს, შემდეგ კი ჯიშკარიანს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. შემდეგი შეტევა ისევ ჯიშკარიანი წინა ხაზზე და ძალიან ცუდად ურტყამს ფოთელთა მე-17 ნომერი. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრს აქტიურობდა ჯიშკარიანი ამ შეხვედრაში, მაგრამ პირველ წუთებში მას არ უმართლებდა. სტანდარტი საბურთალოს კარის მიმართულებით კიდევ ერთი სახიფათო მომენტი. ამჯერადაც ჯიშკარიანმა სცადა კარის მიმართულებით დარტყმას, სადაც კი არა დაარტყა, მაგრამ საბურთალოს მეკარე ეუფლება ბურთს. ეს კი საბურთალოს მომენტი შეეძლოთ თბილისელებს ანგარიშის გახსნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. პირველი ტაიმის ბოლოს დაიძაბა სიტუაცია გუნდებს შორის. არზიანი შემოვიდა 37 წუთზე საბურთალოს შემადგენლობაში, იძულებითი ცვლილების შედეგად 38-ზე მოახერხა პირველი ყვითელი ბარათის მიღება და აი ამ დაძაბული სიტუაციის შედეგად გასახდელში მეორე ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა და საბოლოოდ კაცნაკული დატოვა თავისი გუნდი, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მატჩზე. მეორე ტაიმში კოლხეთმა სრული უპირატესობა მოიპოვა. ნახეთ ჩვენ დაფეს მომენტი, როდესაც 1-1-ზე გავიდა ის და გოლის გატანა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ ამის გაკეთება მოახერხა ჯანელიძემ, რომელმაც დაფეს პასით გაიტანა და ანგარიში გახსნა. სწრაფადვე მეორე გოლის გატანაც მოახერხა ჯანელიძემ, ამჯერად მან კოვტალიუკის პასით ისარგებლა. კარგად იმოქმედა ძალიან კოლხეთის მოთამაშემ საჯარიმოში და შემდეგ უკვე გაუადვილა საქმე თავის პარტნიორს და 2-0 გახდა უკვე ანგარიში. ისევ აქტიურობს ფოთის კოლხეთი, არფანგ დაფე მეტოქის საჯარიმოში და შესანიშნავად შეასრულა კოლხების ლეგიონერმა. ეს დარტყმა საბოლოოდ დიდი ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა ფოთის კოლხეთმა და პირველი გამარჯვება მოიპოვა ეროვნულ ლიგაში. წინა თამაშის შემდეგაც თქვი ჩვენ დინამოსთან წავაგეთ, მაგრამ გუნდმა კარგად ითამაშა. ეს გუნდი არ იქნება არავისთვის ხელწამოსაკრავი, ასე რომ ეს დამსახურებული მოგებაა და ფოთის კოლხეთისგან ყველა ელოდოს ბრძოლას. კოლხეთმა გვაჯობა, უკეთესად ითამაშა, ჩვენზე უფრო მოტივირებულები იყვნენ და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ეს კი ჩვენი მიმოხილვის ბოლო შეხვედრა ცენტრალური მატჩი ტურისა, სადაც თბილისურ დერბიში ლოკომოტივი მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდა თბილისის დინამოს. ორივე გუნდს მოგებული ჰქონდა ეროვნული ლიგის პირველ ტურში, ორივე მათგანი, რა თქმა უნდა, იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის მიმდინარე ჩემპიონატში და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე გუნდი ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობითაა ეროვნულ ლიგაში. ეს არის პირველი სახიფათო მომენტი დინამოელებმა სცადეს გატანა პირველივე წუთებიდან. ეს კი მომენტი, რომელიც ნამდვილად ტურის ჰაილაითად შეგვიძლია ჩავთვალოთ. გეგა დიასამიძე შესანიშნავად მოქმედებს მოედნის ცენტრში, ალა ზინედინ ზიდანი ეს მატჩის რეპორტაჟის დროსაც აღვნიშნეთ. ბრწყინვალეთ იმოქმედა მოედნის ცენტრში ლოკომოტივის მე-10 ნომერმა. კიტეიშვილი და პაპუნაშვილი მოწყვიტა მოვლენებს და გააგრძელა თავისი გუნდის შეტევა. კიდევ ერთი ეპიზოდი ამჯერად ქავთარაძე, რომელიც ძალიან აქტიური იყო ასევე ლოკომოტივის შემადგენლობაში, დაარტყა შორი მანძილიდან კარის მიმართულებით და ლიტოვჩენკომ მოახერხა რეაგირება ამ ბურთზე.
ისევ პირველი ტაიმის ფრაგმენტები სახიფათო სტანდარტი, რომელსაც კარგად ასრულებს ძალიან დინამოს კაპიტანი გიორგი პაპუნაშვილი. ოდნავ არ გაუმართლა აქ სტუმარ გუნდს, მცირე მანძილით აცდა პაპუნაშვილის დარტყმა რევას თევდორაძის კარს. მეორე ტაიმიც უფრო აქტიურად დაიწყო თბილისის დინამომ, შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი, ისევ გიორგი პაპუნაშვილი აქტიურობს, კარის მიმართულებით დაარტყა პირდაპირ, მას შემდეგ რაც საჯარიმოში შეიჭრა დინამოს კაპიტანმა, მაგრამ აქაც მოახერხა ბურთზე დროულად რეაგირება რევას თევდორაძე და გადაარჩინა თავისი გუნდი. მალევე კიდევ ერთი მომენტი შეექმნა თბილისის დინამოს. ამჯერად ბაჩო არაბული შეიჭრა საჯარიმოში, გაისწორა ბურთი, დაარტყა და ისევ რევას თევდორაძეა მოწოდების სიმაღლეზე. ნახოთ განმეორებით, კარგად შეაფასა სიტუაცია არაბულმა, პასის გაკეთებასაც დიდი აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ თითქმის არავინ ეხმარებოდა დინამოელს. ამის შემდეგ კი ლოკომოტივი გააქტიურდა და ხედავთ 53 წუთზე შესანიშნავი შანსი მიეცა მამია გავაშელიშვილს. სიხარულიძის პასის შემდეგ შეეძლო მას გოლის გატანა ახლო მანძილიდან და ახლობით 3 მეტრი იყო კარამდე, აცილება უფრო ძნელი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე მოხდა. გოლი მაინც გავიდა, კომახიძემ შესანიშნავი პასი გააკეთა მარცხენა ფლანგიდან. ჩავარდა დინამოს დაცვა, უმეთვალყურეოდ დარჩათ ქავთარაძე, ხედავთ განმეორებით ამ გოლს, რომელსაც ახლო მანძილიდან აღარ გასჭირვებია სერგი ლიტოვჩენკოს კარის აღება. გახარებული ქავთარაძე. 91 წუთზე იყო საკამათო ეპიზოდი. საკამათო იმ მხრივ რომ ხედავთ აი ამ მომენტს. გიორგი კუცია წაიქცა, გიორგი იკნაძესთან ორთაბრძოლისას საჯარიმოში. ლაშა სილაგავამ წესების დარღვევა დააფიქსირა, ოღონდ დააფიქსირა საჯარიმოს გარეთ, რაც აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მართლაც ხაზზე იყო წესების დარღვევა, მაგრამ ჩემი აზრით გაფრთხილებას მაინც თუ უფრო კაცს ასჯელს არა იმსახურებდა ლოკომოტივის ფეხბურთელი აი ამ დარღვევის შემდეგ. საბოლოოდ ამ დარღვევას გოლი არ მოჰყვა, მაინც და მაინც კარგად ვერ დაარტყა ოთარ კიტეიშვილმა, სამაგერო ჩანსი ჰქონდა ბოლო წუთებზე კიდევ ერთი თბილისის ლოკომოტივს. დია სამიძე აქტიურობდა, ისევ ბოლო წუთზე ჩავიდა სერგი ლიტოვჩენკოც ლოკომოტივის საჯარიმოში, მაგრამ გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა თბილისის დინამომ. ლოკომოტივმა მინიმალური ანგარიშით მოიგო და 2-დან 2 მოგებით 2 ტურის შემდეგ ლიდერობს სატურნირო ცხრილს. იყო შეცდომები, რა თქმა უნდა, შეტევაში არ ვიყავით აგრესიულები. ამის გამო მივიღეთ შედეგიც ისე რომ აქ გასაანალიზებელია, ბევრ ფეხბურთელზე დასალაპარაკებელია თქვა. ბევრ რაღაცა შესაძლებელია, ხემდო ბევრ ფეხბურთელი მიჩვეულია სხვა თამაშს, სხვანაირად თამაშს. მე სხვა რაღაცას ვთქვა, ამას დრო ჭირდება ისე რომ ახლა შემდეგ თამაშებში ნელ-ნელა უნდა გამოსწორდეს ყველაფერი. დინამოსთან გამარჯვება ნებისმიერი ქართული გუნდისთვის პატივია და არ ჩვენ ვართ გამონაკლისები. მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, მათ ვინც ითამაშა და იმათაც ვინცაც არ უთამაშია, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ამ მეტნაკლებად წარმატებულ სტარტში თავარი მაინც ჩვენი ერთობაა და ამ ერთობაზე დგას ლოკომოტივი, იდგა და ვეცდებით რომ ამ გზით სიარული გავაგრძელოთ. თქვენს ეკრანებზე ხედავთ მეორე ტურის შედეგებს. კოლხეთმა 3-0 მოუგო საბურთალოს, დილამ საკუთარ მოედანზე დათმო მატჩი ბათუმის დინამოსთან 0-1, სამტრედიამ ასევე წააგო მინიმალური ანგარიშით ჩიხურასთან 0-1, ლოკომოტივმა იგივე ანგარიშით მოუგო თბილისის დინამოს, შუქურასა და ტორპედოს შეხვედრა კი ფრედ 1-1 დასრულდა. მესამე ტურში კი ცენტრალური შეხვედრა იქნება თბილისის დინამოსა და დილას დაპირისპირება, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. სხვა თამაშები კი ასეთია: საბურთალო შეხვდება ლოკომოტივს, ტორპედო შეხვდება ფოთის კოლხეთს, ბათუმის დინამო დაუხვდება სამტრედიას, ხოლო საჩხერის ჩიხურა ურთიერთობას გაარკვევს
ქობულეთის შუქურასთან. გადაცემა დავიდა.